ხო და ადამიანს როგორც ჩანს ეს არ ახსოვთ. და ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთს სადღაც დაემალება. და მოდის ღმერთი და ეკითხება. სიყვარულით, აი ამას ხაზს უსვამს, სიყვარულით ეკითხება. და ამ შეკითხვის მიზანი არის არა დამნაშავის გამოაშკარავება და დასჯა, იმიტომ რომ ღმერთმა ხო იცის წინასწარ. რომ ამას აქვს ჩადენილი ეს. ადამიანს ეკითხება, ადამ, სადა ხარ? ანუ იმას კი არ ეკითხება, რომელ ხესთან, რომელ ბუჩქთან, რა ადგილზე იმალები. არამედ ეკითხება, სულიერად რა მდგომარეობაში ხარ, სადა ხარ? დაუშვათ, მოდი ესეთი სიტუაცია განვიხილოთ. დაუშვათ, მამა არ არის სახლში და ჩვენ სახლში რაღაცა გავტეხეთ. რა გავტეხეთ, აბა მოდი. რა გავტეხოთ? ცოტა დიდი რამე გავტეხოთ. ხანძი გავტეხოთ? ბოცა, ღვინის ბოცა გავტეხეთ. ღვინით სავსე. დაუშვათ. არა, სანამ მარტო ღვინის ბოცა ვთქვი, არაფერი და სავსე მეთქი და დაუშვათ გაგვიწყდა, რა უყოთ ახლა მოხდა ხდება შემთხვევა. მოვიდა მამა და მამა ვიცის რომ ჩვენ ეს გაგვიწყდა. და გვეკითხება რომ შვილო, ის ღვინით სავსე ბოცა ხო არ იცი სად არის? არა და მან ხო იცის რომ ჩვენ მაგას ეკითხება, ღმერთი ეკითხება, შვილო, ხო არ იცი ის ბოცა სად არის? რატო გვეკითხება? იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ვაღიაროთ რომ მე გავტეხი. ეს ღირსება ადამიანის, როდესაც მას შეუძლია თქვას, მე ვარ დამნაშავე, მე გავაფუჭე, შენდობას ვითხო. ეს დიდებული სიტყვებია, მაგრამ ამ სიტყვებს სამწუხაროდ დღეს ბევრი ვერ ამბობს და რატო ვერ ამბობს, თავში რა ვთქვით? რა აკლია? გამბედაობა აკლია. არა და უნდა გაბედო და თქვა, მე გავტეხე, მამა, ჩემი ბრალი. და ესე იგი ადამი ეუბნება. შემეშინდა შიშველი რო ვარ და დავიმალე. და უფალი კიდე სიყვარულით ეუბნება. და რა იცი რომ შიშველი ხარ? ის ხილი ხო არ გიჭამია, იმ ხისგან ხო არ გიჭამია, მე რო აგიკრძალე. აი დაუშვათ მამამ რო გითხრას, რომ აი მე ვერ მოვიტან იმ ბოცას, იმიტომ რომ ხელი მაქვს გაჭრილი. და მამა გეკითხება, შვილო, რატო გაგაჭრილი? ის ხო არ გაგიტყდა. ის ბოცა ხო არ გაგიტყდა, რატო გაგაჭრილი? და ჩვენ ვამბობთ, აი ჩემი და დამეჯახა და იმიტომ გავტეხე. ადამიანს ეკუთხრა. ევა მომაწოდაო და იმიტომ შევჭამე. ანუ ჩემი ბრალი კი არა, თან რას ეუბნება? ევას კი არ ამბობს, შენ რო დედაკაცი მომიყვანე. იმან მასტუნა. აი ჩვენ რო ვთქვათ მამას, რომ მამა, შენმა შვილმა გამატეხინა. ჩემმა დამ კი არა, შენმა შვილმა გამატეხინა. რა უნდა ეკნათ? მოდი ვაშკაცო, ეხლა შენ გეკნება საქმე. რა უნდა ეკნათ ადამს და ევას იმის შემდეგ, რომ შესწოდეს? რა უნდა ეკნათ? და რა არ გააკეთეს? აი იქ ერთი პატარა, აი უკანაც არის ერთი მწანერვაცი, აბა ერთი რა უნდა ეკნათ? განასწავლი, რომ ჩაიდინეს, უნდა აეღიარებინათ და უფალი უნდა ეღიარებინათ, კი ბატონო, აი დანაშაულს რო ჩაიდენ, უნდა ეღიარებინათ და უფალი აპატიებდა. მაგრამ მან დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება. იქ სადაც ადამიანი მეორე ადამიანს აბრალებს, ან გარემო პირობებს აბრალებს, ან ამბობს დღეს სხვა დროა და მე ცოდვაში უნდა ჩავარდე, სხვანაირად არ გამოვა. იქ ადამიანი აშავებს. იმიტომ იქ სინანულია საჭირო. და არა ის რომ სხვაზე გადააბრალებს.